მოგესალმებით, თვითფასო ბავშვებო, ატიცემულო მშობლებო, ატიცემულო სტუმრებო. სულ რამოდენიმე წუთის წინ დამთავრდა ბატონი ნოდარ ახალგაზრდის სახელობის მე-17 საფეხბურთო ფესტივალი. აი ბატონი ნოდარი გვიყურებს ზემოდან. ლევანდელ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 48 გუნდმა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. ყველას გიხდით დიდ მადლობას მონაწილეობისთვის, ლამაზი თამაშისთვის, გამარჯვებებისთვის. ასევე სანამ გადავალთ ჩვენ დაჯილდოებაზე, რამოდენიმე სიტყვით მინდა გითხრათ, ვინ იყო ბატონი ნოდარი ახალგაზრდი. ის იყო საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. ყველაზე წარმატებული იმითო გახდა, რომ ბატონ ნოდარს ნიჭი არ აკლდა, მაგრამ დაემთხვა ისეთი ჭკვიანი და ნიჭიერი საფეხბურთო თაობა, რომელმაც უდიდესი გამარჯვებები მოიპოვა, როგორც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. და ის ყველაზე დიდი წარმატება, რომლითაც ვამაყობთ ქართველები, მიღწეული იქნა სწორედ ბატონ ნოდარის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. მაგრამ მე სარგებლობ, მე ვაცხადებ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სახელით. სარგებლობ შემთხვევით და რომ არ აღვნიშნო ყველა თქვენთაგანი დამეთანხმება. დღეს დილით გუშინ საღამოს ყველანი ალბათ თვალს ვადევნებდით ჩემპიონთა ლიგის ფინალს და როგორ გვასახელა ჩვენმა ქართველმა ვარსკვლავმა დიდი ვარსკვლავის პუშკაშის სახელობის სტადიონზე ბუდაპეშტში. აბა ერთი მადლობა გადაუხადოთ ქრიჩას აი ამ დიდი გამარჯვებისთვის. დღეს გახდა ცნობილი, რომ ის გახდა 25-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. მადლობა. სანამ უშუალოდ გადავალ დაჯილდოების ცერემონიალზე, მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ლეგენდები, ქართული ფეხბურთის ლეგენდები. ბატონი დავით მუჯირი, ბატონი ილია რუხაძე, ბატონი ნოდარ ხიზანიშვილი, ბატონი გია ჯიშკარიანი, ბატონი გრიგოლ საავა, რომლებმაც თავიანთი ნიჭით არაერთი ლამაზი თამაში ითამაშეს და დაგვამახსოვრეს თავი. ბავშვებო, ნიჭი კაია, მაგრამ თუ არ არის შრომის მოყვარეობა, ჩათვალეთ, რომ ეს ნიჭი გაფუჭებულია. მე თქვენ გისურვებთ, გახდეთ ისეთები, როგორებიც არიან ჩვენი ვეტერანები, როგორიც არის ხვიჩა კვარაცხელია. მე თქვენ შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ნათამაშები აქვს ეს ტურნირი, რომელიც ეხლა დამთავრდა. ოღონდ ეს იყო რაღაც 12-13 წლის წინათ. დაჯილდოებას ვიწყებთ საჯების დაჯილდოებით. დღევანდელ ფინალებს მოემსახურენ ლევან ბუდაღაშვილი და გიორგი ბაქრაძე. მადლობა მათ ამისათვის, უსურვოთ დაოსტატება კიდევ უფრო თავიანთ პროფესიაში და დიდი მატჩების მსაჯობა. და ეს ფინალები ყოველთვის გაახსენდეთ მათ, როგორც მათი საფეხბურთო კარიერის დასაწყისი. მადლობთ ბიჭებო. კი ბატონო, საორგანიზაციო კომიტეტმა დაასახელა ნომინაციები, რომელ ნომინაციებშიც დავაჯილდოვოთ ფეხბურთელებს ასაკების მიხედვით. ისინი დაჯილდოვდებიან სამახსოვრო თასებით, სიგელებით, სათამაშო ბურთებით, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან შესაბამისი თასებით, მედლებით და სათამაშო ფორმით. დავიწყებთ მაშინ ჩვენ დაჯილდოებას 2017 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის. საუკეთესო მეკარის პრიზი გაიმსახურა ანდრია შიუკაშვილმა, ფინალის აკადემია.
ულოცოთ ანდრიას. საუკეთესო ცველი სახენგალთური ილია რუხაძე დააჯილდოვებს დინამოს სკოლის ცველს გაბრიელ ქურდაძე. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი ამასაკში დაიმსახურა დამიანე ნეფარიძემ, ვალისუბანი. დამიანე. ბატონი გია დიშკარიანი გადასცა. საბოლოოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დაიმსახურა დარჩი გუმბერიძე, დინამოს აკადემია. ნოდარ ხიზანიშვილი. ამასაკში მეოთხე ადგილი დაიმსახურა ინტერის აკადემიის გუნდმა, მას გადაეცემა ფასი და დიპლომი. აბა, იქებო, სწრაფი ტემპი. ამოვიქეცით. ბატონი გრიგოლ საავა გადაცემს პრიზს. მესამე საპრიზო ადგილი ამასაკში დაიმსახურა დინამოს სკოლის გუნდმა, მათ გადაეცემა შესაბამისი მედლები, ფასი, დიპლომი, სათამაშო ფორმა. მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა ჩვენ თვლის ტურნირის აღმოჩენა ვაზისუბნის გუნდი. იესალმოთ. დაჯილდოვდებიან ვერცხლის მედლებით, ფასით, სათამაშო ფორმით, შესაბამისი დიპლომით. საბოლოოს ჩემპიონები ამასაკში და დანარჩენ ორ ასაკში გახდა დინამოს აკადემია. ოქროს მედლები, პირველი ადგილი ფასი, დიპლომი და სათამაშო ფორმა. Ama seni kuracak, seni.
Kasi magla. გადავდივართ 2016 წლიანებში დაჯილდოებაზე. საუკეთესო მეკარის პრიზი დაიმსახურა გიგი გოგიბერიძე დინამოს აკადემია. საუკეთესო მცველი გახდა ინტერის აკადემიის ფეხბურთელი ანდრია მამულაშვილი. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი ერგო ჩვენ ბათუმელ სტუმარს ალექსანდრე ხუციშვილი. ამასაკში საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადაეცემა დინამოს აკადემიის ფეხბურთელს ალექსანდრე ლაზარიშვილს. მოგეხსენებათ, მეოთხე ადგილზე გავიდა თბილისის ლოკომოტივის გუნდი, რომელსაც გადაეცემა ყველაზე მებრძოლი გუნდის თასი. აბა აპლოდისმენტები. აი, მომხედე. ერთი თასი, მომსდენი ყურე, ხათო, ბავშვებო. მესამე საბრიძო ადგილი და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა ინტერის აკადემიის გუნდმა. იულოცო. Advocate. მეორე ადგილი. ვერცხლის მედლები. წილად ხვდა ძალიან სიმპათიურ ბათუმურ გუნდს. ულოცავთ მათ ამას. ძველი ბათუმელი გადაცემს ის ეხა ცენტრალ ვიდეო სურათი გადაიღე. აბა
Davos Avasakshi ჩემპიონი გახდა დინამოს აკადემიის გუნდი. აპლოდისმენტები მას. ყურადღება. გადავდივართ 2015 წლიანებში ლაურეატების და პრიზიორების დაჯილდოებაზე. საუკეთესო მეკარის პრიზი დაიმსახურა დინამოს აკადემიის გოლკიპერმა თორნიკე ყავლაშვილმა. ავრელიშვილი საუკეთესო მცველი ამასაკში გახდა გდანის აკადემიის ფეხბურთელი ნიკოლოზ კერესელიძე. საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ამასაკში თავდამსხმელის პრიზი ამასაკში დაიმსახურა ალექსანდრე გუდიშვილმა თბილისი 2025. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ამასაკში გახდა სანდრო მიკაუტაძე, დინამოს აკადემია. ჩვენ ვაჯილდოვებთ ყველაზე მებრძოლ გუნდს ამასაკში. ესენი არიან იბერია 1999 თბილისი. მიულოცოთ. აბა თასი დაგვანა, თასი. თასი და დიპლომი. აია. მოხედეთ, აია. მოწო მიყურებ. აია. მიყურებ. იბერიას გაუმარჯოს! 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 მადლობ. მესამე საპრიზო ადგილი. ბრიჯაოს მედლები, შესაბამისი თასი დაიმსახურა გლდანის აკადემიის გუნდმა. უცბად ბიჭებო სურათი აბა
მეორე ადგილი ამ ასაკში დაიმსახურა თბილისი 2025-მა. და ბოლოს ჩემპიონები 2015 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის გახდა დინამოს აკადემიის გუნდი. ჩემპიონის თასი, ოქროს მედლები, დიპლომი, სათამაშო ფორმა. დიდი მადლობა მომტანებისთვის კიდევ